საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. საინვესტიციო ბანკის გალტენ თაგარტის ინფორმაციით 2024 წელს ტურიზმის შემოსავლები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ხარჯზე გაიზარდა. მათივე ცნობით შემოსავლების ზრდის კუთხით განსაკუთრებით ისრაელი გამორჩევა, საიდანაც ჩარშან დანახარჯები თითქმის 42%-ით გაიზარდა. ნორვეგია საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას განიხილავს, როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სხვა ქვეყნების მსგავსად ნორვეგიამაც საპასუხო ზომები გაატარა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. იანვარში საქართველოში მზესუმზირის ზეთი წლიურად 13%-ით გაძვირდა. დეკემბერთან შედარებით კი პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასი 4.4%-ით გაიზარდა. დღეს 1 ლიტრი მზესუმზირის ზეთის ღირებულება სხვადასხვა მარკეტში დაახლოებით 4 ლარიდან იწყება და დასახელების მიხედვით იზრდება. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა, რომელშიც ბიზნესზე და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მორიგი მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება. თურქული ექსიმ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია აჭარ ენერჯი ენერგეტიკის სექტორში 460 მილიონ დოლარს დააბანდებს და პროექტების ფარგლებში ქარის 5 ელექტროსადგურს და მზის 1 ელექტროსადგურს მოაწყობს. ახალი ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 360 მეგავატი იქნება. ინვესტორი კომპანია აჭარ ენერჯი აჭარაში 2 ჰიდროელექტროსადგურს მართავს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 98 მეგავატია. რამდენიმე წლის წინ კომპანიამ აჭარაში ქარის ელექტროსადგურის განვითარების პროექტის თაობაზე სახელმწიფოსთან მემორანდუმი გააფორმა და ამ დრომდე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დეტალებს იკვლევდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქარისა და მზის პროექტების განვითარებაზე მთავრობა ბოლო წლებში აქტიურად საუბრობს, მაგრამ ამ ტიპის პროექტები ქვეყანაში ჯერ არ განხორციელებულა. დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი შედარებით მცირე სიმძლავრის ქარის სადგური ფუნქციონირებს, ხოლო მზის სადგური კი ჯერჯერობით არ გვაქვს. როგორც დღეს ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მზისა და ქარის სადგურების მშენებლობას აჭარ ენერჯი 3-4 წელიწადში დაასრულებს. ჩვენ დაახლოებით 360 მეგავატამდე სიმძლავრის პროექტებზე უკვე შევთანხმდით მთავრობასთან ერთად და კომპანია მიმდინარე წელს აქტიურად იწყებს 460 მილიონ დოლარიანი ინვესტიციების განხორციელებას, რაც საქართველოს ელექტროენერგიას, რა თქმა უნდა, ელექტროენერგეტიკის სექტორს შემატებს დამატებით სიმძლავრეს და რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანობას აამაღლებს. უკვე 25 წელს ჩვენ პირველი პროექტების გახსნას შევძლებთ და მომდევნო წლებშიც შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ როგორც მოგახსენეთ 360 მეგავატის ახალ პროექტებს გავხსნით. აჭარაში მიმდინარე კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ერთი კუნძულის და ორი ნახევარკუნძულის მშენებლობას მოიაზრებს, რასაც ბოლო წლებში ამბასადორი ბათუმი აილენდი აქტიურად ავითარებს. BMG-ის ინფორმაციით, ტერიტორიის მეოთხედიან 25 ჰექტარი უკვე ფორმირებულია, რაც კომპანიის ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებებს 5 წლით უსწრებს. ტერიტორიის 59% დაეთმობა საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონას, მათ შორის ტყე-პარკებს, გვილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ ცენტრებს. საპროექტო არეალში ასევე აშენდება განათებულ და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები და იახტ-კლუბი. ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორის გოჩა კანკიას ინფორმაციით 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში მათი დაკვეთით საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების მიერ 40-მდე კვლევა ჩატარდა. მიღებული შედეგების გათვალისწინებით კი განისაზღვრა ყველა ტექნიკური და საინჟინრო გადაწყვეტილება, რომელიც მდგრადი და უსაფრთხო მშენებლობის გარანტიაა. 25 ჰექტარი ორი ნახევარკუნძულის არის განაშენიანებული, კერძო თქვენ რასაც ხედავთ, ეს არის დასავლეთ ნახევარკუნძული, სადაც არის 23 ჰექტარი განაშენიანებული. ჩვენ ამასობაში არ ვკარგავთ დროს და ძალიან კარგ ფეხზე ჩამოხვედით, რომ სულ ახლახანს დავიწყეთ მეორე ნახევარკუნძულის განაშენიანება, სადაც
კიდევ 2 ჰექტარი არის დამატებული ამ ტერიტორიას. ჩვენი მოკავშირეები არიან უძლიერესი საერთაშორისო არქიტექტურული და საინჟინრო, ასევე მასტერ პლანინგის კომპანიები. ეს არის Yuxel Project, რომელმაც 2 საერთაშორისო აეროპორტი დააპროექტა ბათუმიდან 70 კილომეტრში, რამაც სტერეოტიპულად გადატეხა ეგ საკითხი, რომ საქართველოშიც შავ ზღვაში შესაძლებელი არის მსგავსი პროექტის განხორციელება. ჩვენი პარტნიორი არის გამორჩეული საერთაშორისო ბრიტანული საინჟინრო კომპანია ARUP-ი, რომელიც მომავლის ქალაქების გეგმარებაში არის ჩართული დანარჩენი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ყავდა მოყვანილი და მოწვეული ლონდონიდან საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომისტები, რომლებმაც ზედმიწევნითი სიზუსტით დათვალეს ეს ეკონომიკური მაჩვენებლები, რაზე უნდა იყოფილიყო დაფუძნებული ეს ხედვები. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავშივე წარმოუდგენლად დიდი შრომა ჩავდევით და ფინანსები დავხარჯეთ ჭკვიან ადამიანებში იმისთვის, რომ დღეს გამართული მენეჯმენტის პირობებში შევხედროდით ამ გლობალური პროექტის განვითარებას. Galten Tagartma 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. საინვესტიციო ბანკის შეფასებით ეკონომიკური განვითარების წლის მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა იქნება. Როგორც Galten Tagartis ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ საქმიან დილაში განაცხადა, ბანკს 3 სცენარი აქვს მომზადებული. საბაზო სცენარით 2025 წელს საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდა იქნება მოსალოდნელი, ინფლაციის 3.9%-მდე დაჩქარდება, ხოლო დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 2 ლარის და 88 თეთრის შუალედში დასტაბილურდება. საინვესტიციო ბანკის საბაზო პროგნოზით ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, რაც ინფლაციას გაზრდის. როგორც ლაშა ქავთარაძე ამბობს, ლარის გაცვლითი კურსის ყოველი 1%-იანი გაუფასურება ინფლაციას 0.2% პუნქტიდან 0.35% პუნქტამდე შუალედში ზრდის. საქმიან დილაში სტუმრობისას ლაშა ქავთარაძემ Galten Tagartis პესიმისტური და ოპტიმისტური ეკონომიკური სცენარებიც გააჟღერა, რომელთა დადგომის ალბათობა საშინაო პოლიტიკურ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. ეკონომისტი განმარტავს, რომ პოზიტიური ეკონომიკური სცენარის განვითარება უმეტესწილად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებით იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ლარის დოლართან გაცვლითი კურსი 2 ლარის და 78 თეთრის ნიშნულზე შენარჩუნდეს, ინფლაცია 3%-ზე იყოს, ხოლო ეკონომიკა 7%-ით გაიზარდოს. საპირისპირო, ანუ ნეგატიური სცენარის პირობებში, რომელიც უფრო მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის განვითარების შემთხვევაში შეიძლება დადგეს, ლარი დოლართან მიმართებით სავარაუდოდ 3 ლარამდე და 10 თეთრამდე გაუფასურდება. ინფლაცია 5.1%-მდე დაჩქარდება, მთლიანი შიდა პროდუქტი კი მხოლოდ 2.4%-ით გაიზრდება. ყველაფერი ეს ორგანიზაციის შეფასებით ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას აიძულებს. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი დასრულდა. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სერბიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნატია თურნავამ IMF-ის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. არსებული ინფორმაციით, მისიის მიზანი საქართველოსთან ახალი პროგრამის მონახაზის შექმნა, მაგრამ როგორც მთავრობაში ამბობენ, მმართველი გუნდი პროგრამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ IMF-ის წინადადება მათთვის საინტერესო იქნება. IMF-ის მიერ მხარდაჭერილი 280 მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგანმანათლებლო წესის მიღებამაც, რადგან საქართველოს მთავრობას ფონდთან გაფორმებულ მემორანდუმში ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ ხელისუფლება ფონდთან შეუთანხმებლად სების კანონმდებლობას არ შეცვლიდა. გასული წლის მეოთხე კვარტალში საბანკო სექტორში არსებული 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები დოლარში დაკონვერტირდა, რაც ნიშნავს, რომ დოლარიზაცია 59%-დან 53%-მდე გაიზარდა. საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი შეფასებით დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა ბიზნესში და მოსახლეობაში არსებულ გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება. როგორც გიორგი კებულაძემ BMG-ს განუცხადა, დიდი მოცულობის დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანა იმაზე მიუთითებს, რომ ბაზრის მონაწილეები შექმნილ არასტაბილურ ვითარებაში ეროვნულ ვალუტას ნაკლებად ენდობიან და დანაზოგის განთავსება უცხოურ ვალუტაში ურჩევნიათ. გიორგი კებულაძე ამბობს, რომ თუ არსებული გაურკვეველი ვითარება შენარჩუნდება, დეპოზიტების დოლარიზაციის ტენდენცია გაგრძელდება, რაც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება. Მერად მეოთხე კვარტალში 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები გადავიდა უცხოურ ვალუტაში, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის
ანუ დოლარი შეიძინა ბიზნესმა, ფიზიკურმა პირებმა, ეს ზუსტად არავინ არ იცის, რა თქმა უნდა. ეს გამოიწვია იმან, რომ მოსალოდნელია გარკვეული კრიზისი, ბაზარი ელოდება და ბიზნესი ელოდება, რომ შეიძლება ხვალ დაიწყოს კრიზისი, ან ნებისმიერ დღეს, რისთვისაც უფრო სანდო ვალუტა ამ შემთხვევაში მათთვის არის დოლარი ან ევრო და ისინი ნაკლებად ენდობიან კრიზისების დროს როგორც წესი ლარს. დიდი ალბათობით სწორედ ეს დეპოზიტების გადატანა უცხოურ ვალუტაში ლარიდან, ასევე შემოსულობების შემცირება, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე, რადგან იმისთვის რომ თქვა ამ შემთხვევაში დოლარზე იზრდება, ხო, მოთხოვნა. საქართველოს ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემა შეერჩია თელარა გელანდიამ დღევანდელი წერტილისთვის. ნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება გლობალურ ბირჟებზე. პროევროპული პროტესტის 69 დღე. ღრმავდება პოლიტიკური კრიზისი. დღიდიდღე იზრდება საერთაშორისო იზოლაციის რისკები. ქართული ოცნება კი ირწმუნება, რომ დეველოპერული კომპანია MR ჯგუფი ასეთი საქართველოს უძრავ ქონებაში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ფაქტორები, რატომაც ეკონომისტების და ფინანსისტების ნაწილს 6 მილიარდიანი ინვესტიცია უტოპიად ეჩვენებათ და პროექტთან დაკავშირებით არსებული ყველა კითხვა, რაზედაც ოცნების მთავრობას პასუხი აქვს გასაცემი. დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე ფინანსისტი ნიკოლოზ შურხაია წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგრძელებთ, უნდა დავიწყოთ განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით, რომელიც დიდად საინტერესო და გამორჩეული არ ყოფილა, რადგანაც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 1%-იანი კლებლა ვიხილეთ. ამ წუთებისათვის კი როგორც ხედავთ, Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე ინვესტორების განწყობა არის გაუმჯობესებული, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორთან მიმართებით, როგორც ხედავთ ამ ეტაპზე მაგალითად 500 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 0.74%-ით არის გაზრდილი. ასევე მატება შეინიშნება Dow Jones-ის ინდექსთანაც, აქ ზრდა +0.20%-ია, ხოლო NASDAQ-ის ტექნოლოგიური ინდექსის შემთხვევაში ზრდა საერთოდაც 1.25% შეადგენს, რაც ძირითადად არის განპირობებული მსხვილი კომპანიების მხრიდან წარმოდგენილი კვარტალური შედეგებით და ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც თავისი შედეგები გაუსაჯაროა ინვესტორებს, ეს იყო პალანტირი, რომელმაც უბრალოდ ფენომენალური შედეგები დააფიქსირა და ამ ყველაფრის ფონზე კომპანიის აქციების ღირებულება ერთ დღეში ლამის 25%-ით გაიზარდა, ხოლო ერთწლიან პერიოდში მოგეხსენებათ ამ კომპანიას ლამის 400%-იანი მატება აქვს. ამ ყველაფრის ფონზე კი ზოგადად ხელოვნური ინტელექტთან, დეიტა ცენტრებთან და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინვესტორების განწყობა მსოფლიოს მასშტაბით არის გაუმჯობესებული და ამიტომაც ხედავთ, რომ ტექნოლოგიური სექტორი კვლავაც მდგრადად და თანაც მკვეთრად იზრდება. ამერიკიდან გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ასევე შედარებით პოზიტიური განწყობა ჩანს, როგორც ხედავთ, 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 0.20%-ით არის გაზრდილი. ასევე მატების ტენდენცია არის იაპონიაში, სადაც ნიკეის ინდექსმა იმატა 0.72%-ით. აქვე უნდა ვისაუბროთ ნავთობზეც, რომელიც არის დღის განმავლობაში 0.5%-ით გაიაფებული, როგორც ხედავთ, WTI-ის ფასი $73 ნიშნულს ჩამოწდა, ხოლო ბრენტი დაახლოებით $76 ფარგლებში არის ხელმისაწვდომი. უფრო მკვეთრი გაიაფება 4.30%-იანი რუსულ ნავთობთან მიმართებით და ურალის ფასი ამჟამად შეადგენს $78.5. ასევე კლება შეინიშნება ბუნებრივ აირთანაც ის 3%-ით არის გაიაფებული და მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება, როგორც ხედავთ, უკვე არის 42 ევროზე ნაკლები. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც შესანიშნავი შედეგები აქვს, როგორც ხედავთ, ერთ დღეში მატება დამატებით 1%, ერთ თვეში +8% დაახლოებით, ოქროს ფასი უნციაზე უკვე შეადგენს $2841. როგორც ხედავთ, ერთწლიან პერიოდში ოქრო არის 40%-ით გაძვირებული, ვერცხლი კი 53.5%-ით. ეს ყველაფერი კი მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული, ვინაიდან არც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულებულა, არც ახლო აღმოსავლეთში ჩანს მშვიდობა და რაც მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ წამოიწყო ტარიფების, ანუ სავაჭრო ომი, რასაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მივყავართ გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებამდე, ამას კი ინვესტორები რა თქმა უნდა სიხარულით ვერ შეხვდებიან, თუმცა ოქროს ინვესტორებს იგივეს ვერ ვიტყვით, რადგანაც ოქროს ინვესტორებს სწორედ უხარიათ გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება. აქვე კრიპტოინდუსტრიაზე უნდა გადავინაცვლოთ, რომელსაც დღის განმავლობაში დიდად სახარბელო და გამორჩეული შედეგები არ ჰქონია, როგორც ხედავთ, ბაზრის საერთო შეფასება ისევ და ისევ $3.390 მილიარდი ფარგლებში. მე რყავს ბიტკოინის ფასი $99,300, ეთერიუმის ღირებულება კი უკვე $2,800 ნიშნულს უახლოვდება.
ვინაიდან გასათვალისწინებელი არის ის ფაქტი, რომ ეთერიუმის შეფასება გუშინ დაეცა ძალიან მკვეთრად, ის დაახლოებით $2100 ფარგლებშიც კი იყო ბირჟაზე ხელმისაწვდომი, უმეტესად 2400-დან 2500 ფარგლებში, მაგრამ როგორც ხედავთ, უკვე ინვესტორებმა გააანალიზეს მოცემულობა, რაც სოფლიოში იყო და დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ეთერიუმს დიდად არაფერი არ ჭერს და ამ ყველაფრის ფონზე მისი ღირებულება ისევ და ისევ არის მზარდი ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ, მისი საბაზრო შეფასება უკვე $327 მილიარდ შეადგენს. ეთერიუმის კაპიტალიზაცია, ხოლო ბიტკოინის კაპიტალიზაცია უკვე 2 ტრილიონიან ნიშნულსაც კი უახლოვდება. ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავალოთ თვალი, სადაც მოგახსენებათ, ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი. საქართველოს ბანკის ჯგუფის შემთხვევაში დღეს ვიხილეთ მცირედი კორექცია, რომელმაც შეადგინა -0.75%. რაც შეეხება TBC-ს, აქ ზრდა გვაქვს პირიქით, როგორც ხედავთ, მატება არის +0.45% და ბოლოს ორივე სიტყვა ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვთქვათ, რომლის გასვლმა კურსმაც დღეს დოლართან მიმართებით შეადგინა 2.93. ევროს გასვლის კურსი გვაქვს 2.93, ხოლო სტერლინგის გასვლის კურსი 3.52-ია და ბოლოს ორივე სიტყვა ლარჯ ინვესტორების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ, რომელსაც Foresight Investment Group გთავაზობს. ეს არის Foresight-ის ლარჯ ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათებასა თქვენში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად სტანდარტულად შეადგენს 8.32%, ხოლო ანგარიზე 50000 ლარზე მეტის მქონე შემთხვევაში ამონაგების მოცულობა წლიურად აღწევს 9.5%, ხშირად იგი 10%-საც კი უახლოვდება, ანუ უფრო მეტ სარგებელთან გვაქვს საქმე. თავად ეს სარგებელი კი გერიცხებათ ყოველდღიურ რეჟიმში, მისი გატანა თანხის სამსახურის გაზრდა ან შემცირება შეგიძლიათ ასევე ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, ესეთი ვითარება არის ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. იმ ვითარებას, რომელიც გლობალურ საფონდო ბირჟებზე ბოლო პერიოდში არის შექმნილი, დიდწილად განსაზღვრავს მდგომარეობა, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაახლოებით 2 კვირის წინ გაჩნდა ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც აი ამ სწორედ 2 კვირიან პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ძალიან ბევრი უკავშირდება ეგრეთ წოდებულ სავაჭრო ომს, რომელიც როგორც ჩანს, ამ მიერიდან გავრცელდება არა მხოლოდ ჩინეთზე, ირანზე, რუსეთზე და სხვა მტრულად განწყობილ სახელმწიფოებზე, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებზე და მეზობლებზეც კი, მათ შორის არის კანადა, მათ შორის არის მექსიკა და პოტენციურად მოიაზრება ევროკავშირიც. დღეს ტარიფებზე დონალდ ტრამპის მიერ დაწყებულ ეგრეთ წოდებულ სავაჭრო ომზე და მის გადაწყვეტილებებზე უფრო დეტალურად მოგიყვებით. დღეს საქმიან საღამოში ვცლად ვისაუბრებთ მინიმალური ხელფასის სტატისტიკაზე, გაგაცნობთ ვითარებას ევროკავშირის მასშტაბით რეგიონში და რა თქმა უნდა საქართველოშიც, ვინაიდან მინიმალური ხელფასი ის ერთ-ერთი კრიტიკული ეკონომიკური ინდიკატორია, რომელსაც ექსპერტები ხშირად აკვირდებიან, მაშინ როდესაც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს. ცხადია, სოფლიოში გაცემული ხელფასები დიდწილად მოდის ძალიან დიდ კომპანიებზე, იქნება ეს ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, სამშენებლო თუ ნებისმიერი სხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ასაქმებენ ადამიანებს, ასე რომ საქმიან საღამოში ახლა გაგაცნობთ იმ ამბებს, რომლებიც გლობალური ბიზნესიდან გვესმის. საინტერესო ამბები ისმის ჩინეთიდან, რომელმაც გადაწყვიტა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რაც გულისხმობს ჩინეთისთვის დამატებით ტარიფების დაწესებას, დაიწყოს გამოძიება ამერიკისთვის ერთ-ერთ ფრიად მნიშვნელოვანი კომპანიის წინააღმდეგ. ეს კომპანია არის Google, რომელსაც აქვს სრული დომინაცია, ფაქტობრივი დე-ფაქტო მონოპოლია საძიებო სისტემების ბაზარზე და ცხადია cloud სერვისების მიმართულებით, მოწყობილობების ბაზარზე და ზოგადად ინტერნეტის ჭრილში Google არის ერთ-ერთი დომინანტური ძალა. ჩინეთმა გადაწყვიტა, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესაბამისად დაიწყოს გამოძიება Google-ის წინააღმდეგ, რათა დაამტკიცოს ფლობს თუ არა და ატარებს თუ არა გარკვეულწილად მონოპოლიურ ქმედებებს და მონოპოლიურ პოლიტიკას ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი კომპანია ჩინეთში. ჩინეთში Google ოფიციალურად ხელმისაწვდომი აღარ არის ჯერ კიდევ 2010 წლიდან, რადგან ჩინეთში მოქმედებს ძალიან დიდი ჩინეთის ეგრეთ წოდებული ციფრული კედელი, firewall-ი, რომლის შიგნით ინტერნეტი არის მკაცრად გაკონტროლებული და ის კომპანიები, რომლებიც ამ კედლის მიღმა არიან, მათ შორის ამერიკული კომპანიები თუ ნებისმიერი სხვა, ამ ძალიან რთულ ტექნოლოგიურ კედელს უბრალოდ ვერ გადიან შესაბამისად ჩინეთში უმეტესწილად იყენებენ მხოლოდ იმ პროდუქტებს, რაც არის ჩინეთის წარმოების და ამიტომაც არის, რომ ჩინურ ინტერნეტში არის ანალოგი ყველაფრისა, რაც არის დასავლურ ინტერნეტში, იქ საკუთარი საძიებო სისტემაც არის, მაგალითად Baidu-ს სახელი ცნობილი, Amazon-ის ანალოგი არის Alibaba, ცხადია იქ არის Temu და სხვა ბევრი პროდუქტები, მათ შორის TikTok-ის ანალოგიც არის იქ და აგრეთვე ცხადია
ხმადია WeChat უნდა მოხსენოთ, რომელიც ძალიან ბევრ ფუნქციონალს აერთიანებს. მოკლედ, Google-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება აქ არაფერი ახალი არ არის, ეს პრინციპში მოსაუბრელიც იყო, რადგან ყველაფერის უკავშირდება იმ პოლიტიკას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს. მაგრამ Google-თან ერთად შესაძლოა კონკრეტულად არა მეგობრული კომპანიების ცხრილში მოხდნენ სხვა ამერიკული კომპანიები, რაც ნიშნავს, რომ ჩინურ კომპანიებს და ჩინელ ადამიანებს ზოგადად მათთან ვაჭრობა ან აიგრძალებათ, ან სულ ძალიან გაურთულდება და აქ იგულისხმება როგორც გათხევადებული ბუნებრივი აირის კომპანიები, ასევე სხვა ტიპის ნახშირბადის კომპანიები, რადგან მოკლედ კომპანიებზე დაწესდა ტარიფები, რაც დამატებით 15% განისაზღვრა, ანუ ის ამერიკული კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ რომ LNG ან ქვანახშირი შეიტანონ ჩინეთში, მოუწევთ რომ სულ მცირედ 15%-ით გაზარდონ საკუთარი ფასი, რათა მოკლედ ამ ეს რეგულაცია დაიცვან, ასევე 10%-იანი დამატებით ტარიფი დაწესდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, უბრალოდ სოფლის მეურნეობის ტექნიკაზე, რომელსაც ასევე აქტიურად იყენებენ ჩინეთში, რადგან ამერიკა არის ამ პროდუქტების ძალიან მსხვილი მწარმოებელი, ასევე რამდენიმე კომპანია შევიდა ჩემი მიერ ზემოხსენებულ სიაში, რაც ნიშნავს, რომ გართულდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტად. კიდევ ერთ აზიურ სახელმწიფოსთან დაკავშირებით გვაქვს სიახლე, რომელიც ასევე ამერიკას ეხება გარკვეულწილად, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სამხრეთ კორეაზე და მის ერთ-ერთ ფლაგმანურ ტექნოლოგიურ კომპანიაზე, Kakao Holdings-ზე, რომელიც კორეის მასშტაბით არაერთ სერვის პროდუქტს და აქტივს ფლობს კორეაში, როგორც წესი, არის ესეთი გარკვეულწილად ტექნოლოგიური ოლიგოპოლია, რამდენიმე ძალიან მსხვილი კომპანია, ერთ-ერთი არის მაგალითად Samsung, LG, Hyundai და ასეთივე მასშტაბების კომპანია არის Kakao, რომელიც ლამის ყველა ინდუსტრიას არის მოდებული და ამ კომპანიამ დაიწყო პარტნიორობა ერთ ამერიკულ სტარტაპთან, რომელიც ჩვენთვის უკვე ყველასათვის კარგად ცნობილია, ეს არის OpenAI, რომელიც არის მოგეხსენებათ ChatGPT-ის, ანუ პლანეტის ყველაზე მოთხოვნადი ხელოვნური ინტელექტის შემოქმედი. როგორც ცნობილია, Kakao-ს სისტემებში ინტეგრირებული იქნება ChatGPT და OpenAI-ის მიერ შექმნილი სხვა ხელსაწყოები, მათ შორის Sora AI, რომელსაც Kakao გამოიყენებს თავისი სერვისების გასავითარებლად, მათ შორის საუბარი არის AI chatbot-ის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს მოემსახურება ავტონომიურ რეჟიმში, ანუ მართლად რომ ვთქვათ, კომპანიას აღარ მოუწევს ოპერატორების დაქირავება, რადგანაც ChatGPT ნებისმიერ ოპერატორზე უკეთესად აღასრულებს მიმოწერით საქმიანობას, ის რაც შეიძლება კომპანიას დასჭირდეს თავისი მომხმარებლების მომსახურებისათვის. ასევე აქ საუბარი არის ასე ვთქვათ, შეტყობინებების სერვისის ინტეგრაციაზე AI-ის მიმართულებით და ასევე კიდევ რამდენიმე სხვა დავალების ავტომატიზაციაზე, მათ შორის საუბარი არის AI აგენტების ინტეგრირებაზე Kakao-ს ინფრასტრუქტურაში. AI აგენტები ეს არის ის ტერმინი, რომელსაც ალბათ სულ უფრო მეტს მოვისმენთ უახლოეს მომავალში, ამ შემთხვევაში საუბარი არის AI თანამშრომელზე, რომელსაც კონკრეტული პარამეტრების შეყვანის შემდეგ ექნება ყველა ის საჭირო ტექნიკური ცოდნა, რაც შეიძლება ჰქონდეს იქ ყოფ თანამშრომელს და ის ამ შემთხვევაში AI იმ დავალებას აღასრულებს, რაც თავის დროზე იყო თანამშრომლის დავალება, ოღონდ ერთი განსხვავებით ის 24 საათის განმავლობაში იმუშავებს 365 დღის განმავლობაში შეუსვენებლად, ეს იქნება განსხვავება თანამშრომელსა და AI-ის შორის და სავარაუდოდ ის არანაირ შეცდომას არ დაუშვებს მათემატიკური მიმართულებით და გამოთვლითი მიმართულებით, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი თავისი არსით არის გამომთვლელი, ასე ვთქვათ, კომპიუტერული ხელსაწყო. აქ საინტერესო არის ერთი მოცემულობა ის, რომ OpenAI ბოლო პერიოდში გარკვეულწილად კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, მას შემდეგ რაც გამოჩნდა ჩინური სტარტაპი, ამ შემთხვევაში DeepSeek-ზე გვაქვს საუბარი, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საერთოდ ის ინვესტიციები, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტები OpenAI-ში, Gemini-ში და სხვა ასე ვთქვათ სტარტაპებში და მიმართულებებში დებენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, მაგრამ Kakao-ს მხრიდან პარტნიორობის გაფორმება იმას ადასტურებს, რომ როგორც ჩანს OpenAI-ის მიერ შექმნილი პროდუქტი თუ სერვისი ნამდვილად არის ღირებული და მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს ნამდვილად სურთ AI-ის პოტენციალის ათვისება. იმ დროს, როცა სამხრეთ კორეაში OpenAI დაპარტნიორდა Kakao-სთან, მსგავსი პარტნიორობა გაფორმდა აგრეთვე იაპონიაში, სადაც მასაიოში Sony-ს SoftBank-თან დაიდო კიდევ ერთი მორიგი საინვესტიციო ხელშეკრულება, რადგან რამდენიმე კვირის წინ გვახსოვს ჩვენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლში მასაიოში Sony, ლარი ელისონი და სემ ოლდმენი იმყოფებოდნენ დონალდ ტრამპთან ერთად, სადაც $500 მილიარდ Stargate-ის Stargate-ის პროექტი წარადგინეს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ათობით დატა ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლებიც იქნება გამოყენებული OpenAI
კომპანია ის სხვა დიდი ენობრივი და სხვა ტიპის მოდელების შესასწავლად, დასასწავლად, რაც ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია, მაგრამ ცალკე SoftBank-ი აპირებს კიდევ ერთი მორიგი პარტნიორობა გააკეთოს უშუალოდ OpenAI-სთან და მას ერქმევა SP OpenAI Japan. ეს არის კომპანიის სახელწოდება, რომელშიც 50-50%-იანი წილები ექნებათ OpenAI-ს და SoftBank-ს, ანუ ეს იქნება ერთობლივი საწარმო, სადაც სამართლო პაკეტი, საკონტროლო პაკეტი არ იქნება არცად კომპანიას, ანუ ისინი იძულებულები იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღონ. აქ იგულისხმება ძირითადად AI სხვა AI ხელსაწყოების განვითარება და მათი ინტეგრირება SoftBank-ის ჰოლდინგში არსებულ სხვა კომპანიაში. SoftBank-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგია ვენჩურული კაპიტალის პლანეტაზე, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო წამოწყებაში აბანდებს ფულს, მათ შორის ინვესტიცია აქვს მასევში სონს გაკეთებული WeWork-ში, ეს არის კომპანია coworking სივრცეების, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი ზრდა ჰქონდა, მოგვიანებით კი კომპანია გაკოტრდა, კომპანიის გენერალური დირექტორი გადადგა და მოკლედ ამ ყოველფრის შველელად მოევლინა ერთგვარ შველელად მოევლინა მასევში Sony და ეს არის ოღონდ ერთ-ერთი კომპანია, ცხადია, ძალიან ბევრ სხვა მიმართულებით ვითარდებიან, ერთ-ერთი არის შენ მიერზე მოხსენებული AI აგენტები, რასაც SoftBank-ი უწოდებს Crystal Intelligence, სწორედ ეს არის სახელწოდება ამისა და სხვა შორის პრეზენტაციის დროს ამ სერვისის მასევში Sony გამოვიდა ბროლის ბურთით, ბროლი კი კრისტალ არის ბროლი ქართულად შესაბამისად, სწორედ აი ამ მეტაფორასთან გვაქვს საქმე და ასევე ისაუბრა მასევში Sony-მა ხელოვნურ ზოგად ინტელექტზე, რაც არის AGI-ის, ანუ Artificial General Intelligence-ის სახელად ცნობილი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს ისეთ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც სულ მცირე ადამიანის დონის ინტელექტს ფლობს. დღეს ვიცით, რომ ძალიან ბევრი დაავლების შესრულება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ ის ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე, რომ მან იფიქროს, მისმა ნეირონულმა ქსელმა ისევე იფიქროს, როგორც ამას აკეთებს ადამიანის თავის ტვინში არსებული ნეირონული ქსელი, რადგან ცხადია აგებულება და განვითარება და ის ევოლუციური პროცესი, რომელიც ადამიანმა გამოიარა ამ მთელი წლების განმავლობაში, ჯერჯერობით ტექნოლოგიას არ გამოუვლია, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტს ამისთვის გაცილებით ნაკლები დრო დაჭირდება, ვიდრე ეს ადამიანის მოდგმას ბიოლოგიურად ჩვენ დაგვჭირდა. შესაბამისად, ის ამბობს, რომ AGI გაცილებით მალე იქნება წარმოდგენილი ბაზარზე, ვიდრე მას ეს ეგონა. ამაზე საუბრობდა სემულტონი თავის დროზე. ისიც ამბობს, რომ დაახლოებით 15 წლის ჭრილში უკვე იქნება AGI-ის საწყისი მოდელები, რომლებიც საბოლოო ჯამში ალბათ შეინტეგრირდებიან სხვადასხვა ტიპის რობოტებში, რომელთაც ეს იქნება შეიძლება ჰუმანოიდი რობოტების სახით იყოს ეს, შეიძლება სხვა ტიპის, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას სავარაუდოდ ეს ხელოვნური ინტელექტი გამარტივებს, მაგრამ ცხადია ამასთან არის დაკავშირებული აგრეთვე დიდი რისკები, რომელთა შესახებ არაერთ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმში გვინახავს მოსაზრებები ამა თუ იმ ავტორისა. აქვე ხელოვნურ ინტელექტთან და ამ მიმართულებით მოღვაწე კომპანიებთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს, რომელსაც დღის რიცხვის ფორმატში გაგაცნობთ. ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Palantir's ფენომენალური შედეგები აქვს. მისი აქციების შეფასება ერთ წელიწადში 530%-ით არის გაზრდილი, რაც დღევანდელი დღის რიცხვია, ხოლო საბაზრო შეფასება ამჟამად 190 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია დამატებით 40%-ით არის გაზრდილი, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. Palantir-ის ბოლოდროინდელი აღმასვლა პირდაპირ კავშირშია ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთან, რომელიც თითქმის 50%-იან შემოსავლების ზრდას აჩვენებს. მაგალითად, ბოლო კვარტალში კომპანიამ 828 მილიონი დოლარის მოგების მიღება შეძლო, რაც რეკორდული შედეგია ამ კომპანიისათვის. Palantir-ის 530%-იანი ზრდა უმეტესად AI ბუმთან არის დაკავშირებული, რადგან კომპანია ამ მიმართულებით საქმიანობს და პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის როგორც კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებული კომპანიებისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის განმავლობაში Palantir-ს საუკეთესო შედეგი ჰქონდა და არ არის გამორიცხული, რომ მან წელსაც ახალი რეკორდი დაამყაროს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა დადო ძალიან ბევრი პირობა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უკავშირდებოდა ძალიან ზოგად ჭრილში, რომ მიმოვიხილოთ ეს საკითხი. ფედერალურ დონეზე ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური დანახარჯების ძალიან მკვეთრად შემცირებას ამისთვის დონალდ ტრამპმა დაიპარტნიორა ილონ მასკი, მსოფლიოს უდიდრესი ადამიანი, რომელსაც ჩააბარა ახლად შექმნილი სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, ეგრეთ წოდებული საკონსულტაციო უწყება, რომელიც თეთრ სახლთან არის წარმოდგენილი. მას შემდეგ ეგრევე შეუდგა დონალდ
ტრამპიცა და ილონ მასკიც ამ საქმიანობას ლამის მეორე დღეს, რადგან ინაუგურაციის დღესვე შეიქმნა ეს დეპარტამენტი დონალდ ტრამპის ხელმოწერით და მას შემდეგ ძალიან ბევრი ძორაა აღინიშნა ამ მიმართულებით. ერთ-ერთი უკავშირდება USAID ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში ძალიან კარგად არის ცნობილი და საერთოდ არის ყველაზე დიდი დონორი ქვეყნის, ყველაზე დიდი დონორი ორგანიზაცია. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ცნობილია, ყველაზე დიდ ქველმოქმედებას, ანუ დონორულ შემოწირულობებს გასცემს მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო ძირითადად ეს ხორციელდება USAID-ის გავლით, რომელიც სხვა ტიპის პროგრამებს აფინანსებს სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. თუმცა, მას შემდეგ რაც ილონ მასკმა მიიღო წვდომა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო გადარიცხვებზე, რომლებიც ჯამში დაახლოებით 6 ტრილიონს შეადგენს ყოველწლიურად, ის გამოვიდა ძალიან მკვეთრი განცხადებებით USAID-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ. კონკრეტულად USAID მან დაადანაშაულა კრიმინალურ საქმიანობაში, ბიოლოგიური იარაღის განვითარების მხარდაჭერაში, ფინანსურ მხარდაჭერაში და ძალიან ბევრ სხვა პროგრამაში, რის გამოც თქვა, რომ მოკლედ მისი რესტრუქტურიზაცია, ანუ გადარჩენა და გადაწყობა უბრალოდ შეუძლებელია და ის უბრალოდ უნდა გაუქმდეს. ამის შემდეგ დონალდ ტრამპაც ისაუბრა ამ თემაზე და თქვა, რომ ილონ მასკს ზოგადად ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაიგება და შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც მას სურს, მაგრამ ისინი, ანუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და პირადად ის ცხადია, აუცილებლად შეხედავენ იმ ვითარებას, რაც არის შექმნილი USAID-ში. მას შემდეგ USAID როგორც ორგანიზაცია გარკვეულწილად დროებით მაინც შეერწყა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელსაც დღეს ხელმძღვანელობს მარკო რუბიო, რომელიც სხვა შორის ახლა ცენტრალური ამერიკის ტურზე იმყოფება. პანამაში იყო ის ცოტა ხნის წინ, სადაც პანამის არხთან დაკავშირებით საუბრობდა, მოგვიანებით კი ელ-სალვადორში შევიდა, სადაც ადგილობრივ პრეზიდენტს შეხვდა. მოკლედ, ჯერჯერობით არის სწორედ შესული ამ ორგანიზაციაში, სახელმწიფო დეპარტამენტში, მაგრამ მომავალში რა იქნება ჯერჯერობით არ ვიცით. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, ან საერთოდ გაუქმდება USAID და აღარ იარსებებს არანაირი ფორმით, რაც ალბათ ნაკლებად სავარაუდოა. მეორე ვარიანტი არის ის, რომ USAID დარჩება როგორც იყო, მაგრამ გაცილებით ნაკლები ბიუჯეტი და გაცილებით შემცირებული მანდატი და მესამე ვარიანტი, რომ ის იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი სააგენტო, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც გააგრძელებს საქმიანობას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დაკარგავს და ვერ იტყვის უარს იმ ვალდებულებაზე, რომელიც მას კაცობრიობის წინაშე გააჩნია, როგორც ყველაზე განვითარებულ და მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას, რაც გულისხმობს სხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას, რასაც ხადია ეკონომიკური მიზეზებიდან და ზოგადად ამ რაღაცა დადებითი ქველმოქმედური მიზეზებიდან გამომდინარე, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ხშირად სხვა პროგრამებით საკუთარ ინტერესებს ატარებს ამა თუ იმ ქვეყანაში. USAID-ის პროგრამის შეჩერება ერთ-ერთი სადავო გადაწყვეტილება, რომელზედაც ტრამპი თან ხვდება და კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მან გასული რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, ეს უკავშირდება კანადის წინააღმდეგ ჯერ იყო და ტარიფების დაწესებას და შემდეგ ამ ტარიფების დროებით შეჩერებას, დაპაუზებას დაახლოებით 30 დღიანი პერიოდით. როგორც ჩანს, ტრამპი და ჯასტინ ტრუდო, პრემიერ-მინისტრი, ესაუბრნენ ერთმანეთს და ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტარიფები ერთი თვით გადაავადოს, თუმცა მას შემდეგ ტარიფების ამოქმედება, როგორც ჩანს, ისევ და ისევ არის დაგეგმილი. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს 25%-იან ტარიფებზე ძირითად პროდუქტებსა და სერვისებზე, ხოლო 10%-იან ტარიფებზე კანადური წარმოშობის ენერგორესურსებზე. თავად ამ გადავადების მიზეზი არის, როგორც ჩანს, ის დაპირება, რომელიც ტრამპმა მიიღო საზღვრის კონტროლთან დაკავშირებით. მოგეხსენება, ტრამპის რიტორიკის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი იყო ის, რომ ამერიკის საზღვარი არ იყო დაცული ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, განსაკუთრებით კანადის მიმართულებით, საიდანაც, როგორც ჩანს, როგორც ტრამპი ამტკიცებს, ქვეყანაში შედიოდა ძალიან დიდი მოცულობით ნარკოტიკული საშუალებები, კონტროლი იყო ფაქტობრივად შეუძლებელი, რადგანაც კანადის მხრიდან არ იყო შესაბამისი ძალისხმევა გაღებული და ამ შემთხვევაში ფენტალინია ის ერთ-ერთი ქიმიური სუბსტანცია, რომელზედაც ტრამპი ხშირად აპელირებს და ამბობს, რომ კანადიდან იგი შემოდიოდა უბრალოდ კოლოსალური მოცულობით, რამაც ათასობით ამერიკელი სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ 10,000-ობით ადამიანი ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის ამ ნარკოტიკული საშუალების გამო. როგორც ჩანს, ტრუდოსგან მან მიიღო პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება, მაგრამ თავად ტარიფების ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვართ გაუგებარ პერიოდში, რადგანაც 30 დღით გადავადება თითქმის არაფრის მომცემია გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო 25%-იანი ტარიფების ამოქმედება, რა თქმა უნდა, ორივე მხარისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. კანადასთან ისევე როგორც მექსიკასთან, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ მეზობელთან, ასევე მიდის მოლაპარაკება, რადგან ტარიფები დაუწეს და ასევე მექსიკას და მექსიკის მოსახლეობას, მაგრამ მოგვიანებით პრეზიდენტებმა ისაუბრეს ერთმანეთში და აგრეთვე ერთი თვით შეჩერდა ტარიფების მოქმედება, რადგან როგორც ჩანს, მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 10,000 ეროვნული
ნაციონალური გვარდიის 10,000 თანამშრომლის გადაბარგება მოხდება საზღვართან, სადაც ისინი გააკონტროლებენ ძირითადად ორ მიმართულებას, ერთი რომ არ უნდა გადავიდნენ არალეგალი იმიგრანტები, ანუ მექსიკელები არ უნდა გადავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად და აგრეთვე შემიერზე მოხსენებული ნარკოტიკული საშუალება ფენტანილი არ უნდა იქნეს გადატანილი შედარებით მარტივად, რაც როგორც ცნობილია პრობლემაა, როგორც ტრამპი ამბობს უმცირე, როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან. აგრეთვე მეორე მხარესაც არსებობს შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკონტროლოს, რომ იარაღი, სამხედრო იარაღი არ შევიდეს მექსიკაში არალეგალურად იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ის დღეს შედის და ხდება უკვე მოგვიანებით სხვა ტიპის კარტელებისა თუ არალეგალური ორგანიზაციების საკუთრებაში. ჯერჯერობით რა მოხდება როგორც კანადას ამართებით, მექსიკას ამართებით, ესეც უცნობია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ტარიფები საბოლოო ჯამში საერთოდ არ დაწესდეს და დონალდ ტრამპმა გამოიყენოს ორივე ეს ბერკეტი როგორც ვაჭრობა კონკრეტულ ქვეყანასთან, რადგან ტარიფები როგორც ვიცით, ყველა შემთხვევაში აზიანებს ორივე მონაწილე მხარეს, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ უпроსოდ არა მხოლოდ პირობითად მექსიკას ან კანადას, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რადგან სავარაუდოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს გაიზრდება ფასები იმ პროდუქტებზე, რომლებიც ორი ზემოხსენებული ქვეყნიდან შემოდის. ნამდვილად პოლიტიკური ვაჭრობა შეიძლება იყოს ის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რის გამოც საერთოდაც ტარიფების რიტორიკას იყენებს ტრამპი და სხვა შორის ტრამპი ბოლო პერიოდის განმავლობაში ილაშქრებს ევროკავშირის წინააღმდეგაც, ის აანონსებს ტარიფებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც და ამ ასე ვთქვათ მუქარას უკვე ძალიან სერიოზულად განიხილავენ ევროკავშირში მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზეც კი, ვინაიდან უკვე დასტურდება ეს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები აქტიურად განიხილავენ ზომებს, რომელიც შეიძლება ევროკავშირის მხრიდან იქნეს მიღებული იმ შემთხვევაში, თუ კი ტრამპი მართლაც შეასრულებს პირობას და ტარიფებს აამოქმედებს EU-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში საუბარი ისმის თითქმის ყველა მიმართულებით, საფრანგეთით დაწყებული, გერმანიით დასრულებული ყველა ქვეყნის ლიდერი საუბრობს ამ შესაძლებლობაზე, ისინი ამბობენ იმასაც, რომ თუ კი ტარიფები ნამდვილად ამოქმედება, მაშინ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწევთ საპასუხო ზომების მიღება, ანუ სავარაუდოდ ევროკავშირი თავადაც დაუწესებს გარკვეულ ტარიფებს და შეზღუდვებს ამერიკას, ხოლო ორი სავაჭრო პარტნიორის ესე გადამტერება ეკონომიკურად და რაციონალურად უბრალოდ გაუმართლებელია. აქ ერთადერთი ახსნა შეიძლება იყოს პოლიტიკური ვაჭრობა, რადგანაც ევროკავშირთან ტრამპს ძალიან ბევრი რამე აქვს სავაჭრო და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზედაც ის ხშირად აპელირებს, ეს უკავშირდება სამხედრო ხარჯების ზრდას, ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისტორიულად უბრალოდ არ ხარჯავდნენ ნატოსთვის იმ თანხებს, რაც საჭირო იყო, ხშირად კლინში და პროდუქტის 2% იყო მოთხოვნა და ისინი 1% ძლივს ხარჯავდნენ, ახლა კი ტრამპმა მოიხსენებათ ამ გადასახადის ზრდას ითხოვს 3-დან 5%-მდე კლინში და პროდუქტზე, რაზედაც ბევრი წევრი ქვეყანა არ თანხმდება, მაგრამ ტარიფების შიშით შესაძლოა ისინი ამაზე დათანხმდნენ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იმითი დასრულდეს, რომ უბრალოდ ევროკავშირში უსაფრთხოების ხარჯები გაიზარდოს. კიდევ ერთი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც მოქმედებს უკვე წლების განმავლობაში და რომელიც პრინციპში არ გადაიხედა, როგორც ეს მოხდა მექსიკის და კანადის შემთხვევაში, უკავშირდება ჩინეთს, რომელთანაც ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული სავაჭრო ომი. 10%-იანი დამატებითი ტარიფის საპასუხოდ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებმა ჩინეთს დაუწესა, ჩინეთმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის იმპორტირებულ ქვანახშირზე და გათხევადებულ აირზე 15%-იანი ტარიფი დააწესა, ხოლო ნედლ ნავთობზე 10%-იანი ტარიფი დააწესა. ეს რეგულაციები შევა ძალაში დაახლოებით ერთ კვირაში 10 თებერვალს, ასევე როგორც მანამდე ვთქვით, Google-ის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, რამდენიმე სხვა ამერიკულ კომპანიასაც დაერევა სავარაუდოდ ჩინეთის ხელისუფლება უახლოეს პერიოდში და ცხადია, დამატებით 10% დაიბეგრება ამერიკული ავტომობილების იმპორტი, რაც ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემად იქცა გლობალურ ეკონომიკაში, განსაკუთრებით ჩინეთის ჭრილში, რომელმაც დიდძალი სუბსიდიების დახმარებით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამოქოქა ავტომობილების წარმოების ინდუსტრია, განსაკუთრებით ელექტრომობილების მიმართულებით, რომელთა დომინაცია და ექსპანსია ახლა იწყება მსოფლიოში და მომდევნო წლებში ალბათ ძალიან ბევრ თუ დიდ ბაზარს არა განვითარებად ბაზრებზე ძალიან დიდ წილს მაინც დაიკავებენ ჩინური ავტომობილები, მაგრამ ამას ცხადია გვიჩვენებს დრო. ერთი საკითხი, რაზედაც ტრამპი ჯერჯერობით პირობას ვერ ასრულებს, ეს უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებას, ვინაიდან მას ჰქონდა ნათქვამი ესეთი რამ, რომ ის ომს დაასრულებდა გაპრეზიდენტებიდან 24 საათში, ეს პირობა ვერ შესრულდა, ვინაიდან ომი ვერ დასრულდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რადგანაც ამაზე უნდა დათანხმდნენ უკრაინა და რუსეთი და ამ მიმართულებით ტრამპი ძალისხმევას არიშურებს და ვიცით, რომ ძალიან მალე უნდა შედგეს, ასე ვთქვათ, შეხვედრა პირადად
პუტინთან და ტრამპთან, რომელსაც სავარაუდოდ შეიძლება ზელენსკიც კი ესწრებოდეს და ამ შემთხვევაში მოიაზრება რამდენიმე ადგილი, სადაც შეიძლება ეს პირები ერთმანეთს შეხვდნენ. ეს ქვეყანა ვერ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ვერ იქნება ევროკავშირის ტერიტორია, რადგანაც დაკავების ორდერი არის გაცემული პუტინს და შესაბამისად უნდა იქნეს აუცილებლად ნეიტრალური სახელმწიფო და ამ შემთხვევაში მოიაზრება ორი ადგილი. ერთი არის საუდის არაბეთი, იმიტომ რომ რუსეთი არის საუდის არაბეთის გარკვეული და სტრატეგიული პარტნიორი მუჰამედ ბინ სალმანსა და პუტინის შორის მრავალწლიანი მეგობრობა არის და შესაბამისად საუდის არაბეთში პუტინი თავს უსაფრთხოდ ნამდვილად იგრძნობს, თანაც საუდის არაბეთი არის ამერიკის პარტნიორიც, ამიტომაც ორივე მხარეს ეს აწყობს და ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროებიც მოიაზრება პოტენციურ ადგილად, სადაც შეიძლება ეს შეთანხმება შედგეს. სავარაუდოდ რამდენიმე შეხვედრა იქნება საჭირო იმისათვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, რადგანაც საკითხი არის ფრიად კომპლექსური. და ამ საკითხის კომპლექსურობას მიუთითებს ის, რომ ამაში ჩართული არის ფაქტობრივად ყველა რგოლი, რომელიც გლობალურ ბიზნესში და გლობალურ ეკონომიკაში არსებობს. ერთ-ერთი რგოლი არის გლობალური ფინანსური სისტემა, რომელიც ჩართულია ძალიან აქტიურად სანქციების აღსრულებაში და მაგრამ ბევრი ქვეყანა ცხადია სანქციებს პირდაპირ არ აღასრულებს, რადგან მათთვის ეს დიდად არაფერს ნიშნავს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა არის თურქეთი, რომელიც ძალიან საინტერესო ფენომენია გლობალური გეოპოლიტიკისთვის, რადგან ეს ძალიან დიდი სახელმწიფოა, 100 მილიონი ადამიანი ცხოვრობს იქ. ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ლოკაცია აქვს მას, აგრეთვე არის ნატოს წევრი სახელმწიფო, აგრეთვე მოკლედ აგრძელებს რუსეთთან არა მხოლოდ ვაჭრობას, არამედ იარაღის შესყიდვასაც და ძალიან დიდი ინვესტიციები შედის თურქეთში რუსეთის ფედერაციიდან. ერთ-ერთი ასეთი ინვესტიცია უკავშირდება ძალიან დიდი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას თურქეთში, რომლისთვისაც რუსეთმა უკვე დახარჯა 5 მილიარდი დოლარი, მაგრამ ახლა როგორც ირკვევა, ეს თანხები, რომლებიც ძირითადად JP Morgan-ის და Citibank-ის მეშვეობით ირიცხებოდა თურქეთის შესაბამის უწყებებში, როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დაავალა JP Morgan-ს, მსოფლიოს უდიდეს ბანკს, რომ 2 მილიარდ დოლარიანი ტრანში გააჩეროს და არ მისცეს საშუალება ამ თანხის დანიშნულების ადგილამდე მისვლა. კონკრეტულად რა უნდა მოხერხდეს ამ თანხას, ეს ჯერჯერობით გაცემული ნებართვა ამაზე არ არის და არც ბრძანება, ეს თანხა არის გაყინული და უბრალოდ JP Morgan-ის ერთ-ერთ ანგარიში ირიცხება, ხოლო JP Morgan-ი ვალდებული იქნება, რომ ეს თანხა დაიცვას და ჯერჯერობით არანაირი ტრანზაქცია არ განახორციელოს. ეს სავარაუდოდ გამოყენებული იქნება როგორც ერთ-ერთი ბერკეტი მოლაპარაკებებში, რომელსაც დონალდ ტრამპი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან. მოკლედ, ასეთი ამბები იყო დღეს მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთ საინტერესო ამბავი და რეიტინგები გვაქვს თქვენთვის მოსაყოლი, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა ქვეყანას და იქ არსებულ საგადასახადო რეჟიმს, ანუ ძირითადად დღეს ვისაუბრებთ მინიმალურ ხელფასზე, ყველაზე დიდზე და ყველაზე მცირეზე, რომელიც ევროპაში და ჩვენს რეგიონში არსებობს. ასე რომ ნახოთ ერთ წუთიანი მოკლე ამბების კოლაჟი და მოგვიანებით რეიტინგების ფორმატში საქმიან საღამოში ძალიან საინტერესო სიახლეებს გაგაცნობთ. სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად იანვარში DGG-ს სახით ბიუჯეტში 806 მილიონი ლარი შევიდა, რაც თანხობრივად 2024 წლის იანვართან შედარებით 7 მილიონი ლარით არის შემცირებული. თბილისში 70,000 ადგილიანი ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება, თუმცა პროექტის დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. საქართველოს მთავრობამ ჰოლანდიური კომპანია 755,000 ევროდ დაიქირავა, რათა შეისწავლოს, სად შეიძლება აშენდეს სტადიონი და მოამზადოს პროექტის კონცეფცია. კომპანიას დაევალა ტენდერის დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო პირობების განსაზღვრა. საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეტალურგიულმა კომპანიამ GeoSteel-მა 2024 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-ივნისის პერიოდში კომპანიის მთლიანი გაყიდვები 153 მილიონ 200,000 ლარი იყო, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია. მსოფლიოს მასშტაბით მინიმალური ხელფასის მოცულობა რადიკალურად განსხვავებულია. როგორც წესი, ეკონომიკურად განვითარებულ სოციალისტურ სახელმწიფოებში კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის მოცულობა გაცილებით მაღალია, ვიდრე შედარებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. თუ კი გლობალურ სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშია, რაც სწორედ ეკონომიკურ განვითარებასთან და სოციალურ წყობილებასთან არის დაკავშირებული. ამჯერად წარმოგიდგეთ იმ ევროპულ ქვეყნებს, სადაც ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასებია. ჩვენი რეიტინგი უნდა დავიწყოთ ევროკავშირის ალბათ ყველაზე განვითარებული სახელმწიფოებით, რადგანაც აქ ტექნოლოგიურ
აღმასვლასთან და ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საკმაოდ მაღალი მინიმალური ხელფასებიც გვაქვს. ამ შემთხვევაში ლუქსემბურგი არის პირველ ადგილზე, სადაც თვის განმავლობაში განსაზღვრული მინიმალური ხელფასის მოცულობა არის 2571 евро. ირლანდიაშიც მაღალი მინიმალური ხელფასია 2146 евро, ხოლო ნიდერლანდებში თანხის მოცულობა შეადგენს 2070 ევროს. თავად ეს განპირობებული არის იმითი, რომ ამ ქვეყნებში არის საკმაოდ მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ასევე არის მაღალი პროდუქტიულობა მოქალაქეების მხრიდან, მთლიანი ეკონომიკის მოცულობაც არის საკმაოდ დიდი და ამ ყველაფრის ფონზე გასათვალისწინებელი ერთი ის მოცემულობა, რომ ამ ქვეყნებში საკმაოდ მაღალი არის ცხოვრების ხარჯები. მათ შორის უძრავი ქონების ქირა არის მაღალი, აგრეთვე სურსათის არის საკმაოდ ძვირი, ავტომობილის შეძენაც არის ძვირი და ამასთანაც ის ემატება, რომ მინიმალური ხელფასი სადაც მაღალი, იქ როგორც წესი მაღალი არის გადასახადებიც და ამ ქვეყნებში როგორც წესი საკმაოდ დიდი გადასახადებია ევროკავშირის სტანდარტებითაც კი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ქვეყნებში ყველაზე მაღალი ცხოვრების სტანდარტები და დონე ფიქსირდება, რაც იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ ეკონომიკა არის განვითარებული, ხოლო მოქალაქეები მინიმალურადაც კი სწორედ ასეთ მაღალ შემოსავალს იღებენ. თუკი ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი ძალიან განათლებულ და განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში ფიქსირდება, იმავეს ვერ ვიტყვით ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასის ქვეყნებზე, რომლებიც ხარია, რადგან ჩვენ რეიტინგი კი ევროპაში აბაზირებული, აგრეთვე ევროპაში მდებარეობს, მაგრამ არა დასავლეთ ევროპაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც ხედავთ, აქ არის ბულგარეთი, რუმინეთი და უნგრეთი. ეს ყველაფერი აიხსნება იმით, რომ ამ ქვეყნებს შედარებით დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვთ, ფასები ამ ქვეყანაში უფრო დაბალია, ცხოვრების ღირებულება უფრო დაბალია და რაც საინტერესოა, ბევრი შედარებით დაბალპროდუქტიული თანამშრომელი ყავს ამ ქვეყანას, რომლებიც ძირითადად რჩებიან ქვეყნებში, ხოლო ის ადამიანები, რომელთა უნარები შედარებით ძვირად ფასობს ბაზარზე, ისინი გადიან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში და იქ მუშაობენ, ანუ გვაქვს ეგრეთ წოდებული ტვინების გადინების პრობლემა, რაც ასევე ცხადია ირიბ გავლენას ახდენს ამ ყველაფერზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ისტორიული ფაქტი, სამივე ეს ქვეყანა და კიდევ სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ რეიტინგში ხვდება და სადაც დაბალი მინიმალური ხელფასი არის ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები, ანუ თითოეული მათგანი ცხადია ისინი არ იყვნენ უშუალოდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, როგორც აქტუალური იყო, მაგრამ ისინი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც იყო საბჭოთა კავშირის პირდაპირ გავლენა, ანუ იქ მოქმედებდა სოციალიზმი, ან ხშირ შემთხვევაში კომუნიზმი, რამაც ცხადია ძალიან შეაფერხა ამ ქვეყნების განვითარება და საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოსავლეთ ევროპა გაცილებით ნაკლებად განვითარებულია, ვიდრე დასავლეთ ევროპა. არა და შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო რეალობა, რომ არა საბჭოთა კავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის მიმდინარე ცივი ომი, რომელიც როგორც ვიცით 90-იან წლებში დასრულდა. ევროკავშირიდან დროა გადავინაცვლოთ ჩვენს კავკასიის რეგიონში და ვნახოთ როგორი ვითარება არის მინიმალური ხელფასების მიმართულებით. როგორც ხედავთ, ხელფასები განსაზღვრული არის ევროში, ცხადია არც ერთ ქვეყანაში ევრო არ მოქმედებს, მაგრამ უბრალოდ იმისათვის, რომ ყველაფერი სტანდარტიზებული ყოფილიყო, გადავწყვეტეთ, რომ ხელფასების მოცულობა ევროში წარმოგვედგინა, ხოლო თურქეთში, რა თქმა უნდა, ლირაში არის განსაზღვრული მინიმალური ხელფასი, რომელიც თვიურად შეადგენს, როგორც ხედავთ, დაახლოებით 600 ევროს ეკვივალენტს, რაც არის წინა წელთან შედარებით 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელი, რადგანაც წინა საარჩევნოდ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო მინიმალური ხელფასის მკვეთრად გაზრდა, რამაც სხვათა შორის ქვეყანაში ინფლაციის რეკორდული ზრდაც გამოიწვია ერთი პერიოდის განმავლობაში. თურქეთში ინფლაციის დონე 3 ნიშნა მაჩვენებელზე იყო, რაც პლანეტაზე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი იყო. ასეთი რაღაცა ხდება, როდესაც იმატებს ხელფასები და არ იმატებს ქვეყნის პროდუქტიულობა. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ თურქეთში არის ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგანაც ძირითადი, ასე ვთქვათ, საფასო კატეგორია, როგორც ხედავთ, დაახლოებით 220 ევროს ფარგლებში არის, ასეთი შედეგი არის აზერბაიჯანში, ასეთი ვითარება არის დაახლოებით რუსეთშიც და ასევე სომხეთში, სადაც მინიმალური ხელფასი არის განსაზღვრული 182 ევროთი, რაც პრინციპში ეკონომიკის მოცულობასთან და მთლიანში და პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებასთან შედარებით საკმაოდ კარგ ბალანსად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც სომხეთს მეტი მინიმალური ხელფასის დაწესების საშუალება ფიზიკურად არ აქვს, თუ კი რა თქმა უნდა ის გადაწყვეტს, რომ ეს ხელოვნურად გაზარდოს და მაგალითად 600 ევროიანი ნიშნული დააწესოს, მაშინ ეს გამოიწვევს, როგორც გითხარით, ქვეყანაში ინფლაციის დაჩქარებას. აქვე ორი სიტყვა უნდა ვთქვა თავად მინიმალურ ხელფასზე, რომელიც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც პირობითად რუსეთში ცხოვრობს, ის იღებს 219 ევროს ხელფასის სახით. არა, ეს ნიშნავს საკანონმდებლო ნორმას, რომელიც ნიშნავს, რომ კანონით არ შეიძლება, რომ ადამიანმა თვის ჭრილში მიიღოს შემოსავალი, რომელიც არის 219 ევროზე. ნაკლები ცხადია, ძალიან ბევრი კომპანიის შემთხვევაში გაცილებით მაღალი არის ხელფასები და როგორც წესი, ეს კანონმდებლობა არსებობს იმისთვის, რომ მინიმალური
მინიმალური ერთგვარი ზღვარი და ერთგვარი სადაზღვევო მექანიზმი შექმნა ზოგადად საზოგადოებისთვის. ახლა კი გადავინაცვლოთ კავკასიის რეგიონიდან საქართველოს, სადაც გვაქვს ძალიან საინტერესო ვითარება, რადგან საქართველოში 1999 წელს შეიქმნა კანონმდებლობა, რომლითაც საშუალო მინიმალური ხელფასი არის მხოლოდ და მხოლოდ 20 ლარი, რეალურად 20 ლარიც კი არ არის, არის 19 ლარი და 80 თეთრი, რაც დაახლოებით 7 ევროა. ახლა ეს უნდა განმარტოთ, რადგან შეიძლება ეს რიცხვი ძალიან უცნაურად მოგვეჩვენოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში თვის ჭრილში ვინმეს აქვს 20 ლარი ხელფასი. ეს ხადია თეორიულად დასაშვებია, მაგრამ პრაქტიკაში ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც თვეში 20 ლარად გააკეთებს ნებისმიერ საქმეს, სულ რომ ამ საქმის ღირებულება იყოს პირობითად 20 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძველი კანონმდებლობა. 1999 წელს მოგეხსენება საქართველოს ეკონომიკა და საქართველოს დიდწილად სხვა ქვეყანა იყო, მაგრამ მოგვიანებით განვითარდა ყველაფერი, მაგრამ არ განვითარდა ეს კანონმდებლობა, რადგან ძირითადად მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნა ჩვენ ვხედავთ სოციალისტურ ქვეყნებში, საქართველოს კი მართალია იყო 70 წლის განმავლობაში სოციალისტური ქვეყანა, მაგრამ დღეს და მთელი დამოუკიდებლობის ისტორიაში დიდწილად მემარჯვენე ქვეყანა არის, ამიტომაც როგორც კი იწყება საქართველოს საუბარი იმაზე, რომ მინიმალური ხელფასის ნორმა უნდა გადაიხედოს, როგორც წესი, ამას არც ერთი პოლიტიკური პარტია აღარ აგრძელებს, რადგან ეს პოლიტიკურად მონგებიანი არ არის. შესაბამისად ვიღებთ რეალობას, სადაც არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არის 20 ლარი, მაგრამ რეალურად ის პრაქტიკაში აღარ გამოიყენება, რადგან საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 ლარზე მეტია. 2000 ლარი კი 20 ლარზე, როგორც ხედავთ, 100-ჯერ მეტია, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეგულაცია კი არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ის უბრალოდ არ გამოიყენება და რეალურად ის არ მუშაობს. აი ესეთი იყო დღევანდელი რეიტინგები, ჩვენ ცხადია რეიტინგების ფორმატში კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ საქმიან საღამოში, მაგრამ დღევანდელი გადაცემა ამით არის დასრულებული. წინ გელოდება თელარა გელანტიას საავტორო გადაცემა წერტილი. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.